გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც იყო რეპრესიები, დახვრეტები, გადასახლებები, მარწუხები. 30-იან წლებში გასული საუკუნისა რასაკვირველია შეიქმნა არაჩვეულებრივი ტექსტები. ერთი მეორეზე უკეთეს ტექსტს ნახავდით, დაწერილებს, შექმნილებს, უმეტესწილად რასაკვირველია მწერლების და სწორედაც რომ მწერლების მიერ. აქა-იქ 30-იან წლებზე მაგალითად გაჩნდებოდა საკმაოდ კარგი, ან კარგზე უკეთესი პოეტური ქმნილებაც. გალაქტიონი საკუთარ მეუღლეს უძღვნის, მატარებელი დუმს როგორც ლავა, მატარებელი 5 წუთში გავა, ვინც ხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა, მატარებელი 5 წუთში გავა, დაიძრა რკინის ბორბლები და ასე შემდეგ. ახლანდელი რეპრესიები ხაზგასმით მინდა ვთქვა ეს გაცილებით უფრო რბილია ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ვიდრე რეპრესიები გასული საუკუნის 30-იანი წლებისა. თუმცა იმის გამო რომ არსებობს ინტერნეტი, იმის გამო რომ არსებობს სოციალური ქსელები, იმის გამო რომ არა მწერლებსაც, არა მხოლოდ მწერლებსაც აქვთ შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიაროთ, საკუთარი ემოცია გაგვაცნოთ, საკუთარი ტექსტები გაგვაცნოთ, რაოდენობრივი თვალსაზრისით რასაკვირველია, ბევრად, არ ვიცი, მილიარდჯერ მეტად, მედიადჯერ ბევრი მეტი ტექსტი იქნება მოცემულ ეტაპზე. შესაბამისად, ამოკრება, გამორჩევა კარგი ტექსტებისა უფრო ჭირს, იმიტომ რომ ძალიან დიდია რაოდენობა, ყოველი მეორე, არა, მეც ვიტყვი, ყოველი პირველი, ყველა, ანუ თითოეული ჩვენგანი წერს რაღაცას. კარგს, ცუდს, ცუდზე უარეს, კარგზე უკეთეს. არ ვიცი, როცა გაივლის გარკვეული პერიოდი, ვთქვათ 20 წლის შემდეგ, 30 წლის შემდეგ, ამ ტექსტების 1% ხაზს უსვამ, არა 2, 5, 7 ან 10 ან 27, არამედ 1%-იც კი რომ გადარჩეს და სადღაც აიკინძოს, წიგნა და ტომება და აიკინძოს, ხო? ჩვენ მემკვიდრეობას დავტოვებთ საოცარს, შთამომავლებისათვის საოცარს. აი 100 წლის შემდეგ რომ წაიკითხავენ 100 წლის წინანდელი ამბების მიმოხილვებს, თუნდაც 1%-ს, 1%-ს, რაც წერდა 21 საუკუნის 20-იან წლებში მწერალი და ყველა მწერალი ვართ მოცემულ ეტაპზე, ყველა შემფასებელი ვართ მოცემულ ეტაპზე, ხო? 100 წლის შემდგომ თაობა იამაყებს და იტყვის, რომ თურმე რა მაგარი ტექსტები იქნებოდა. ყველა მეთქი აქ გეუბნებით, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, ექიმი უკეთ წერს ვიდრე მწერალი. მწერალი უკეთ წერს ვიდრე უკეთესი მწერალი. ჟურნალისტი იმაზე უარესად წერს ვიდრე მეწაღე. ჩვეულებრივი Facebook ჩვეულებრივი მოხმარებელი ყველა ტექსტი უმრავლეს შემთხვევაში რასაკვირველია თავმოყრილია სწორედაც რომ Facebook-ზე გამომცემლებს ეკნებათ ზღვა სამუშაო, ასე რომ ამბობენ, მომავალში რომ დაიარონ, არ ვიცი რამდენი ათასობით ალბათ მომხმარებელი, კედლები ამა თუ იმ მომხმარებლისა და ამოკრიბო და ირაკლი ტაბლიაშვილზე კი ვლაპარაკობ მაინც და მაინც, მაგრამ 2023 წელს ირაკლი ტაბლიაშვილს ეს დაუწერია. მერე ქონდა რაღაც შემოქმედებითი კრიზისი და 25 წლამდე არაფერი არ დაუწერია და ასე შემდეგ, მაგრამ ის 23 წლის სტატუსი ირაკლიზე საკუთარ თავზე კი ვლაპარაკობ, იყო კარგი, რომელიც პრინციპში შესატანია ამ დიდი გამოცემის ისტორიულის გამოცემის, პირობითად ვლაპარაკობ რაღაც მე-18 ტომში. ეხლა წარმოიდგინეთ, ირაკლი ტაბლიაშვილს თუ 2 აქვს შექმნილი ამ 9 თუ 12 თუ 13 წლის განმავლობაში კარგი ტექსტი, ხო? რამდენად კარგი ტექსტი აქვს ბევრი შექმნილი ნებისმიერს, აი, არ ვიცი, ჩამოვსკროლავ და ვინც პირველი შემხვდება, იმაზე გეტყვით 2 სიტყვას, ნებისმიერს აბსოლუტურად, ხო? მაგალითად ზაზა სახვაძე, დავით ჩხეიძე, სკროლავ ხოლმე და ხოლმე, აბლოთია თენგიზ, შათირიშვილი შემხვდა სიმართლე გითხრა, მაგრამ ქეთა ციცქიშვილი, ხო?
მამუკა გერბანიშვილი მარიამ ჩხეიძე მარიამ ჩხეიძე სხვათა შორის აზა ჩალიჩავას ფოტოცა გაზიარებული ეს ქალი აზა ჩალიჩავა 61 წლის დევნილი გუშინ ბანდიტებმა დააკავეს ამ ტექსტებში რომლებსაც ჩვენ ვეცდობით ყოველდღიურად და უმრავლესობა მათგანი ერთია რომ კარგია და მეორეა რომ ძალიან ემოციურია და ისტორია შექმნილი დღეს რომელიც იქნება არის სავსე ემოციებით და ეს ემოციები გარდაულად აუცილებელია იმისათვის რომ ჩვენ კარგად მომავალმა თაობებმა კარგად შეიგრძნონ ისტორიის სულისკვეთება მშრალი ისტორიული და აკავეს ქალბატონი აზა არის ისტორიის ამბავი ისტორიული ამბავი მაგრამ აი ქალბატონმა აზამ თქვა ეს და აქ გვერდით ამასობაში ვიღაცა ტიროდა ან ვიღაცა ცდილობდა ვინმე ცდილობდა მის დახსნას ხო ეს კიდეც ცალკე ამბავი ზაზა სახვაძე ვახსენე ის აზიარებს ვიდეო კადრებსაც ხო უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და ის აზიარებს როგორ გააჩერეს სამღვდლო პირები წარმოუდგენელი ამბავია ბატონებო მეგობრებო სამღვდლო პირები გააჩერეს რუსთაველის გამზირზე და ფორმიანები რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ საქართველოს ფორმიანები რომლებიც უნდა იდგნენ საზღვარზე ფორმიანები რომლებიც უნდა დაძდებდნენ კრიმინალს ისინი აზა ჩალიჩავას თუ ამ შემთხვევაში სამღვდლო პირებს აჩერებენ დაძდებენ და აღასრულებენ აქ იგითხარით ბევრჯერ მაქვს ნათქვამი უკანონო კანონს სამართლებრივად თითქოს გამართულს მაგრამ უსამართლო კანონს ასეთი ამბავის შექმნა ასეთი საქართველოს შექმნას ცდილობს და ასეთი საქართველოს შექმნა ბიზინარუსმა ივანიშვილმა კატასტროფა სამარცხვინო კატასტროფა თუ ვერ გავიმარჯვეთ ჩვენ ამ პროცესში ოღონდ გავიმარჯვებთ რა საკვირველია თუ მაინც ასე ვიტყვი თუ ვერ გამივმარჯვეთ ეს კადრებიც აღარ იარსებებს აღარც ტექსტები აღარ იარსებებს ყველაფერს ესე დაივლიან და წაშლიან სოციალური ქსელებიდანაც კი რომ მომავალ თაობებს არ დარჩეთ რაც წარმოუდგენელიც არის იმიტომ რომ მართლა ყველაფერს ხო ვერ ამოძირკვავ ხო ვერ აღმოფხვრი ყველა კადრს ხო ვერ გაეკიდები რესურსიც არ ეყოფათ ნება ეკნებათ მაგრამ რესურსი არ ეყოფათ მაგრამ აი შეეცდებიან კი ეხლა რატო დავიწყე ეს ამხილა შესავალი 8 წუთი გავამალე რატო გავაკეთე ამხილა შესავალი ამ ტექსტებს შორის არის კარგი ტექსტი, უკეთესი და ასე შემდეგ, მაგრამ არის კიდე საუკეთესო ტექსტები, რომლებიც უთუოდ უნდა მოხვდეს ისტორიის სახელმძღვანელოებში. და იმ ტექსტების, აი საუკეთესო ტექსტების ავტორები ხშირ შემთხვევაში არიან პირები, ან გარკვეულ შემთხვევებში არიან პირები, რომლებიც ოდესღაც შეიძლება არ უკაცრავად სიტყვისთვის და არ გვევასებოდა. პირველ პირშიც ვიტყვი ამას, თუმცა მე არ მაქვს განსაკუთრებული არ ქონდა განსაკუთრებული უარყოფითი დამოკიდებულება იმ კაცის მიმართ, ვის ტექსტსაც გაგაცნობთ, მცირე კომენტარებით. მე მას ვიცნობ 30 წელია და იქნებ მეტიც. მაგრამ რასაკვირველია ამ 30 წლის და იქნებ მეტი წლის განმავლობაშიც რასაკვირველია ემოციური ჯახი, რაღაცა ღირებულებათა შესახებ ღირებულებათა სხვაობა ხო ჩვენ შორის სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა პოზიციები ჰქონდა, იმიტომაც არის სხვა გვარსახელის და მე სხვა გვარსახელის ადამიანი. მაგალითად, ოდესღაც გაუბრაზდი მის ერთ რეპლიკაზე, წამოძახილზე, ძალიან გაუბრაზდი, გულახდილად გეტყვით. მაგრამ გამოხდება ხანი და ადამიანები, რომლებიც საფეხურზე არიან პირობითად ვლაპარაკობ მესამეზე, ხო? და 10 საფეხურიანი კიბია ხო, აღმოჩნდება რომ ისინი ნელ-ნელა წინაურდებიან, წინ მიდიან. მეოთხეზე აინაცვლა, მეხუთეზე ემოციურად აინაცვლა გულში და აი ამ ტექსტს რომ გავეცანი, გულახდილად გეტყვით რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის საუკეთესო ტექსტი, რაც კი წამიკითხავს, ერთ-ერთი საუკეთესო ტექსტი, რაც კი წამიკითხავს ბოლო ხანებში, იმიტომ რომ პრაქტიკულად სრულყოფილად ანალიზებს ავტორი იმ შექმნილ ვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. გამოსავალსაც სახავს მეთქი. მეცაც გეტყვით, ჩემი მოსაზრებით, ეს არის მისი საუკეთესო ტექსტი. რაც კი მას ოდესმე დაუწერი, ეს არ არის მწერალი, მაგრამ ბუნებრივია ჩვენ ხომ ყველანი მწერლებად ვიქეცით, მიმომხილველებად ვიქეცით და ისიც გვაცნობდა ხოლმე ადრე საკუთარ მოსაზრებებს, როგორც ვერბალურად, ისე
ტექსტებსაც ქმნიდა და ეს რაც მე წავიკითხე დღეს არის საუკეთესო ტექსტი. მე ავტორსაც ცხადია გაგიმხელთ, ცხადია მის ტექსტს წავიკითხავ პრაქტიკულად სრულად და მოგილობთ იმისა რამდენ წუთს წაიღებს ეს ყველაფერი და ალაგ შევჩერდები ისი ამ ტექსტის გაცნობისას. მანამდე ისევ ამ შემთხვევაში პაატა ალაველდაშვილის გავრცელებულ ვიდეოს ჩავუღრმავდები, როგორ აჩერებენ გაბოხუც ქალბატონს თუ ასწრებ თუ არ ვწდები ისევ ქალბატონ აზა ჩალიჩავას და მე მწვენია პოლიციელებო მილიციელებად გარდაქმნილებო თქვენ ერთი წერდა ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ფრენდი ბებიები ხო ყავთ დედები ხო ყავთ რომ მიდიხართ სახლში თუ ისინი იწონებენ ამ თქვენ საქციელს გაიგეთ ერთი რამ რომ თქვენს უნდა იცხოვროთ მომავალ საქართველოში და თუ თქვენ ახლა არ წახვალთ არსებული რეჟიმის რომელმაც ასე დაგაჩაჩანაკად გაგრაუბედურად წინააღმდეგ ხვალინდელ საქართველოში რომელიც უთუოდ იქნება თავისუფალი ბიძინა ივანიშვილის გავლენებისაგან თავისუფალიც კი ხო ის ამოიძირკვება საბოლოოდ როგორც ქართველთ მოძულე სახელმწიფოდ მოძულე ხო თქვენ გაგიჭირდებათ იმ მომავალ საქართველოში ცხოვრება იმიტომ რომ ჩატარდება პოლიციის რეფორმა და პოლიციის რეფორმა არ იქნება მხოლოდ ნორმატივის ჩაბარება არა რა თქმა უნდა გაირბენთ პირობით 15 წამში თუ 17 წამში 100 მეტრს ხო გააკეთებთ აზიდვას დაახლოებით რა ვიცი 30 40 თუ 60 თუ რამდენიც იქნება დაწესებული მაგრამ ამ კადრებს ვერ გაექცევით თუ ახლავე ხვალვე გუშინვე არ იტყვით უარს იმაზე რას პოლიციელის საქმე არ არის და თქვენ სადამსჯელო ბრიგადებად გაქციათ სწორედ ივანიშვილმა დე სახელმწიფოებრიობა განაპირობა დე ინსტიტუციონალიზაცია და დე სუვერენიზაცია ბიძინა ივანიშვილმა და ასე დაგაჩანაკათ ალბათ ეს არ არის სწორი სიტყვა თქვენზე ვდარდო იდეაში თქვენ შვილებზე ვდარდო ვინ გეკითხება ჩემი შვილი რას იტყვის ჩემზეო ამას რომ მეუნებით ან ჩემი დედაო ამას რომ პასუხობთ გულში მაინც მეკითხება სწორედაც რომ იმიტომ რომ ჩვენ თანამოქალაქენი თანამემამულენი ვართ და მედარდება ჩემი გვარისა თუ ვინმე არის აქ ან ამნიშნულობა აქვს ჩემი გვარისა რომც არ იყოს ნებისმიერი აბაშიძე ბერიძე ბერაძე კაპანაძე მაისურაძე სხვები და სხვები მედარდებიან ეხა დიდი გვარები სარობადგე დიდი გვარები ჩაბოვასახეთ ჩაბოგისახელეთ ხო კაობახიძე თუ ვინმე არის ან ივანიშვილი ვინმე ასეთიც კი მედარდება და გაგაუბედურად თქვენ ბიძინა ივანიშვილმა პერსონალურად მაგრამ ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო და გიგითხარით რომ ერთი სტატუსი და გაგიზიაროთ მეთქი მე ჩაგიკითხავთ ამ სტატუსს და გეტყვით მე უკვე ან გზადაგზა გეტყვით ან ბოლოში გეტყვით ვინ არის ავტორი ტექსტი იწყება ასე ბოლო დროს ქოცების მოქმედება ჩვენი უკვე მიჩვეული გონებისთვისაც კი რთული აღსაქმელი გახდა გამომცემლებო ოდესმე თუ შეკრებთ ტექსტებს გთხოვთ ეს ტექსტი აუცილებლად შეიყვანეთ თქვენს ამ პირველივე ტომში მეთქი ასე ვიტყვი ნამეტანი გიჟობა ხშირია კითხები რატომ აიწყვიტეს ასე ყველა მიმართულებით რატომ ასეთი ჯირითის რეჟიმში სად ეჩქარებათ და სად არის თუ არა ამ მოქმედებაში ეკლექტიკის მიღმა რაიმე მწყობრი სისტემა ანუ ეკლექტურად მოქმედებენ მაგრამ მწყობრი სისტემა არის თუ არა ამას ვეკითხებით საკუთარ თავს და ერთმანეთსაც ფიქრობ ეს აღრევა მეტწილად გამოიწვია ორი სამოქმედო გეგმის ერთდროულად პარალელურ რეჟიმში განხორციელების მცდელობა წერს ავტორი ერთი გეგმა რუსებისაა მეორე კოცების უშუალოდ გლუვის ანუ ბიზნესი აქ ავტორი ხმარობს და რუსა ბიზნეზია საუბარი ახსენებს ბიზნეს სულ ახსენებს ამ სიტყვას გლუვი მაგრამ მე ჩავანაცვლებ თქვენის ნებართვით და სულ ახსენებ გზადაგზა ბიზნეს რომ მაყურებელი მსმენელი არ დაიბნეს ერთი გეგმა რუსებისაა მეორე კოცების უშუალოდ ბიზნესი რუსების სამოქმედო გეგმა იმ ქვეყნის მიმართ მოთხოვნების სტანდარტულ პაკეტს მოიცავს, რომლის მთლიანად გადაყლაპვასაც რუსეთი აპირებს. დიახ, რუსეთს უნდა რომ საქართველოს მთლიანად გადაყლაპოს, მთლიანად შესანցლოს, მე გითხარით რომ ჩემ კომენტარებს დავუხტავ მეთქი. და რუსების გეგმა არის ესეთი, რომ საქართველოს იქცეს ოდენ ტერიტორია. აშფანდურის, ტროლაილას ფული რად უნდა, მოდი ესე ვიმღეროთ და ვიცეკოთ, ელარჯი ვწელოთ, გრუზინსკაია ვინო ვსვათ, რუსი ნაშობა ჩამოეთრეს და ასე შემდეგ. აი ამ ტერიტორიად საქართველოს არ არსებობდეს როგორც სახელმწიფო.
რომლის მთლიანად გადაყლაპოსაც რუსეთი აპირებს. ეს პაკეტი დეტალურად გაასაჯაროეს უკრაინასთან მიმართებაში და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან საუბარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, მოთხოვნები იგივეა. მე აღარ განმარტავ, იმიტომ რომ ავტორიც კარგად განმარტავს რა იგულისხმება. თუ უკრაინაში უკუღმა მოქმედება დაიწყეს, უკუღმა მოქმედება უწევთ, გეგმის ბოლოდან სათავისაკენ, რაც მეტად უჭირთ, იმიტომ რომ იქ ომია, ეს უკვე ჩემი რეპლიკაა. ჩვენთან წაღმა მოქმედება გამოსდით. პუნქტობრივად მიხვებიან თავიდან და უფრო უადვილდებათ. იმიტომ რომ იქ წინააღმდეგობას აწყდებიან, უკუღმა დაიწყეს, ანუ ჯერ რაღაცა მოხდა და მე დაიწყეს იმ რაღაცის აღმოფხვრა, მოდი ასე ვიტყვი, აქ მიხვებიან თავიდანვე, აი საძირკვლიდანვე აშენებენ ამ დესაქართველოიზაციას ქმნიან ჩვენს სინამდვილეში. მიუყვეთ პუნქტობრივად და ვნახოთ განახორციელების რა სტადიაზეა გეგმა ამჟამად. რა არის შესრულებული და რა არის რიგში. გეგმებში შემდეგი პუნქტებია. ლოიალური ხელისუფლება, ხავთ თუ არა ჩვენთან? ხავთ. ავტორიც განმარტავს მე. დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, ნეიტრალური სტატუსი. გეგმის სრული შესრულება მიზნად ისახავს ქვეყნის დელეგიტიმაციას. ანუ ქვეყანა საქართველოს დელეგიტიმირებული უნდა იყოს, აღარ უნდა არსებობდეს, დელეგიტიმაცია უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში. ეს უნდა გაიცნობიეროთ თქვენ, თორემ მე ეს გაცნობიერებული მაქვს, ჩემი ედიტორიალების 99% სწორედ ამას ეხება ავტორი უკეთ, ჩემი აზრითაც ობიექტურად გეტყვით აყალიბებს, ვიდრე სხვას ჩამოუყალიბებია, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი ამას ვლაპარაკობთ უკვე რა ხანია დესაქართველოიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მიზიდა ივანიშვილი ამიტომ არის მოვლენილი საქართველოში, რომ მან დესუვერენიზაცია, დესაქართველოიზაცია მოახდინოს. ავტორი დესაქართველოიზაციას ამ ტერმინს არ ხმარობს, მაგრამ მაინც. გამოცემლებო შეიყვანეთ ეს ტექსტი მომავალ ისტორიულ წიგნში, რომელიც მრავალტომეული უნდა იყოს და რომელშიც ეს საუკეთესო ტექსტები უნდა იყოს შესული. 17 წუთია გასული ამასობაში. გეგმის ყველა პუნქტს განხორციელების ადგილზე ყავს ხოლმე დელეგიტიმაციას. დენაციფიკაცია, ნეიტრალური სტატუსი. გეგმის სრული შესრულება მიზნად ისახავს ქვეყნის დელეგიტიმაციას, სახელმწიფოებრივი არსებობის ფაქტობრივ შეწყვეტას, გეგმის ყველა პუნქტის განხორციელებას ადგილზე ყავს კონკრეტული პერსონიფიცირებული პასუხისმგებელი, ერთი მთავარი და დამხმარეები. მთავარი არის ივანიშვილი და დანარჩენები არიან დამხმარეები. პირველ პუნქტზე პასუხისმგებელი ბუნებრივია თავად ივანიშვილი იყო. მან უზრუნველყო ქვეყნის სათავეში რუსეთის მიმართ სრულიად ლოიალური რეჟიმის ჩამოყალიბება და ის არის სტატუს კვოს შენარჩუნების გარანტორი. დიახ, რომ არა ივანიშვილი, სტატუს კვო, არსებითი სტატუს კვო, რაც არის მოცემულ ეტაპზე დაირღმეოდა. ის არის გარანტორი, რომ ეს სტატუს კვო რუსეთისთვის გარანტორი შენარჩუნდება. ეს პუნქტი სრულიად შესრულებულია მეორე პუნქტიც დემილიტარიზაცია. საქართველოს დემილიტარიზირებული ქვეყანა უნდა იყოს, აქ პასუხისმგებელი იყო რუსეთის მიერ პირდაპირ მოთხოვნილი ყოფილი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე. მე გაგახსენებთ უბრალოდ როდის დაინიშნა მინდია ჯანელიძე, მას შემდეგ რაც ირაკლი ალასანია, ეს არის ესე იგი პერიოდი თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასანია წავიდა, ვიდრე თინახიდაშელი მოვა, აი ამ პერიოდში შუაში ინიშნება მინდია ჯანელიძე, რომელსაც შეხება არ აქვს თავდაცვის უწყებასთან და ახლაც ის გამკრალია. საერთოდ რუსეთს ყავდა და ხავს და ეყოლება პირები, რომლებიც ჩუმად არიან, დროებით ამოდიან ზედაპირზე, ამოსწევს ხოლმე და მერე ისევ ჩასწევს და აზაპასებს. თადარიგში გადაიყვანს და მერე ისევ ამოსწევს საჭიროების შემთხვევაში. ასეთი ჩანს კი არა ნამდვილად იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე, რომელმაც არაფერი არ გააკეთა კი არა თავდაცვის უწყებაში. თავდაცვის უწყების ნგრევა დაიწყო. მანამდე შეფუთეს ალასანიას წინააღმდეგ დაიწყეს, ააგორეს კამპანია, იზოლებული გახადეს რომ წასულიყო. ეს არის არა მხოლოდ კაბელების ბიჭების დაპატიმრება, ეს არის საფრანგეთთან, არა მხოლოდ, არამედ ეს არის თავდაცვის უწყებაში, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თვის დაშლა, რომ საფრანგეთთან გაეფორმებინა ხელშეკრულება საჰაერო თავდაცვის შესახებ და სისტემების შემოტანის შესახებ და ასე შემდეგ და მეორე რამ ნატოსთან დაახლოება, უელსის სამიტი ალასანიას დამსახურება იყო ისი თქვენ, მაგრამ იძინა ივანიშვილს და რუსეთს ეს ყველაფერი უნდოდათ, რასაკვირველი არა, ამიტომ ვერ აცდენ ერთი ხანობა 13-14 წლებში ალასანიას, მაგრამ მერე გაიყვანეს
ბიზნა ივანიშვილმა აუგორა რა სკანდალები და კამპანიები და შავი პიარი გაიყვანეს სცენიდან და აი ეს მინდია ჯანელიძე შემოხავთ. ეხლა მე ვაგრძელებ და ბევრს ვამბობ და 40 წუთამდე გაგრძელდება ეს ვიდეო ბლოგი, მაგრამ მაყურებლისთვის და მსმენელისთვის აუცილებელია ამ დაამატებითი განმარტებების გაკეთება. ღრმად კაგებისტური ოჯახის წარმომადგენელია ამბობს ავტორი მინდია ჯანელიძეზე, მან უზრუნველყო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სრული განადგურება, თავდაცვისყებაში არის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და მინდია ჯანელიძე ანადგურებს დამოუკიდებელი საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. ეს არის მართლაც ასე, ანუ ერთი აქცენტიც კი არა აქვს გადაჭარბებული ავტორს. და რუსების მხრიდან მის წარმომადგენლებზე სასტიკი რევანში, ფიზიკური ლიკვიდაციისა და ციხეში ჩასმის ჩათვლით. და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი ფიზიკურად განადგურებულია და ისტორია იტყვის. მეც ვიცი, მაგრამ მე ვიცი ზედაპირულად ასე რომ მე აღარ გავხსნი ფრჩხილებს, რა მოხდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დაღუპულ თუ გარდაცვლილ თანამშრომლებთან მიმართებაში, რა ისტორიები გადახდათ მათ თავს, ბევრი მათგანი კი იყო დაპატიმრებული და ბევრმა რამდენიმემ გააღწია ქვეყნიდან. შემდეგ თავდაცვის სამინისტროში რუსული კადრების გადამწყვეტი დომინაცია დასავლური მეტწილად ამერიკული ბექგრაუნდის კადრებზე, ადგილზე გენერალურ შტაბში რუსების ფიზიკური შეღწევა და შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების სრული დეგრადაცია. როგორც თქვით, ეს პუნქტი სრულადაა შესრულებული და უკვე ხიდაშელის პერიოდშიც კი მე განმარტავ კი დაკმირდით, უკვე შედის, შესული იყო, მოდი ასე ვიტყვი, თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის გენერალურ შტაბში, შეიარაღებული ძალებში რუსული აგენტურა, ქართულგვარიანი რუსული აგენტურა, ამას ხაზგასმით ვამბობ, რომელიც ესე მოაჯდა სისტემას. ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე მოცულობითი მთავარი ფუძემდებლური პუნქტის განხორციელება, ესაა დენაციფიკაცია. ამაზე ცოტა დიდი ხაზი შევჩერდებით, რამდენიმე ხნის წინ ჩემი სტუმარი იყო ფილოსოფოსი გიორგი ბაისურაძე. ფილოსოფოსი გიორგი ბაისურაძე სწორედ სიტყვა დენაციფიკაციას არ ხმარობს, მაგრამ ის ხმარობს ამგვარ სიტყვას და სწორი სიტყვაა, რომ ჩვენი იდენტობის ამოშანთვა უნდა ბიზნა ივანიშვილს. დენაციფიკაციასა და იდენტობის ამოშანთვას შორის პრაქტიკულად არანაირი სხვაობა არის, სინონიმებია მეთქი ასე ვიტყვი. დენაციფიკაცია დელეგიტიმაციის საფუძველია. ის გულისხმობს ნაციონალური იდეის, ეროვნული თვითშეგნების, მაისურაძე ამას ლაპარაკობს, იდენტიფიკაციის გაქრობას, როგორც ასეც, ისტორიულ-კულტურული მეხსიერების წაშლას, ისტორიის გადაწერას და არასასურველ პირთა იდენტიფიკაციას. ხო, აი 100 წელს ბლოგის დასაწყისში რო თქვი, რომ კარგი ტექსტები უნდა შექმნებოდეს მეთქი და კარგი ტექსტები რაღაც სახელმძღვანელოში უნდა შედიოდეს თუ მრავალტომეულში მეთქი. ის სახელმძღვანელო არ უნდა შეიქმნას, თუ ის მრავალტომეული. გამომცემელმა არ უნდა მოკრიბოს ამ ავტორის თუ სხვა ავტორების კარგი ტექსტები და არა მხოლოდ ეს ტექსტები რასაკვირველია. უნდა ამოშანთული იყოს ყველა ინდივიდი და ყველა ინდივიდის ტექსტი უნდა იყოს გამქრალი, ვინც თუნდაც ჩვენი დროის რევოლუციაზე, ამ რევოლუციურ პროცესზე წერს, ქმნის რამეს. ვიღაცა რომ ხატავს რაღაც ნახატს ამ პროცესზე, ხო? ამ პროცესზე გლობალურად, მათ შორის უკრაინის კონტექსტში, რუსეთთან დაპირისპირებაზე, როგორც ასეთზე, ეს ყველაფერი უნდა გაქრეს. ეხლა ბევრი იტყვის, რომ ეს წარმოუდგენელია და მართალიც იქნება, ყველაფერს ვერ ამოაშთობ, ხო, ამოშანთავ, მაგრამ რო ამოაშთო 50% წარმოგიდგენიათ, რამდენი შედევრი გადახვება, რამდენი შედევრის ავტოდაფე მოხდება, დაწვა მოხდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ანუ რაც უფრო დიდხანს რჩება რეჟიმი, ბიზნა ივანიშვილის რუსული რეჟიმი, მით უფრო მეტი ტექსტი იქნება ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ მეტი ტექსტის განადგურების საფრთხეც არის, იმიტომ რომ ის ძლიერდება, მსუყდება, ხო? მსუყე ხდება. განვაგრძოთ, ძალიან საინტერესო სტატუსია. ნაციონალური იდეის, ეროვნული თვითშეგნების იდენტიფიკაციის გაქრობას, ისტორიულ-კულტურული მეხსიერების წაშლას, გელათის დანგრევაც კი დანგრევა და ვერ აღდგენა, ხო? არის ამის მანიშნებელი, შენ გელათი არ გჭირდება. თორე საბოლოო ჯამში რა უნდა გელათის ვუტრირებ ცხადია, მაგრამ გადახურვას. მაგრამ გელათი შენი იდენტობის ნაწილი არ უნდა არსებობდეს. ის მაქსიმალურად შეძლების დაგვარად უნდა ჩამოიშალოს. და ეს ეხა მარტო ჩვენ ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ ზეგზე ლაპარაკობ და ახლა შედით და განავცეთ ეს ყველაფერი ყველაფერზე, ინსტიტუტებზე პირველ ყოვლისა.
პროცესი, რომლის შეფუთვასაც ხოცები ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი პარტიების აკრძალვის გამოცხადებულ ღონისძიებაში ცდილობენ. სინამდვილეში ეს არის ადამიანების პერსონალური აღწერა, ინვენტარიზაცია. დიახ, ერთია რომ წერლობა უნდა გაანადგუროს, საკაკი ბაქრაძე წერს გვარდაშრომი აქ ბატონო კაკოს წერლობის მოთვინიერება. წერლობა უნდა მოთვინიერებული იყოს, მაგრამ სანამ მოთვინიერებული იქნება და კარის მწერლები ბევრი და მეტნი იქნებიან, მანამდე უნდა იყოს წერლობა განადგურებული, მაგრამ წერლობასაც ვინ ჩივის? ან ზოგადად ქართველობასაც ვინ ჩივის? კი, როგორ არ ჩივით, მაგრამ მაინც ინდივიდუალურად უნდა იყოს განადგურებული, ინვენტარიზაცია აღწერა უნდა მოხდეს და ინვენტარიზაცია უნდა მოხდეს შენი, ჩემი მეზობელი გიორგი პირობით სახელით ის აღწერილია. ის ჩემი მეგობარი აღწერილი. ამ აღწერაში ვინც მოხდება, ის უნდა განადგურდეს როგორ ხაც, რომელიმე ფორმით. ზედმეტობის დადგენა ტაბლიაშვილი ზედმეტია, ლიკა ბასილაია შავგულიძე ზედმეტია, ახოსანაია ზედმეტია, თქვენ ზედმეტები ხართ, ანუ ხორცმეტები ხართ. ეს აქცენტები გაჩნდა სხვა შორის ამ ქართული რუსული ოცნების მომხრეთა ნარატივში. ესენი რა უნდა ვუყოთ? მოდი გეტო ხო არ გავაკეთოთ, რუსთავში ხო არ გადავასახლოთ, რუსთავიდან გამოვასახლოთ და სუყდარი გადავასახლოთ. ნახევარნაბიჯზე ნაკლებია სიკვდილით დასჯის, დახვრეტის აღდგენის მოთხოვნამდე. ადამიანური ზედმეტობის, რომელიც ასე აწუხებს ივანიშვილს და რომლის აღოფვრას ცდილობს მუდმივად ხან დაშინებით, ხან ციხეებში გასტუმრებით, ხან ქვეყნის დატოვების შეთავაზებით. პროცესში და თავაზობს ფაქტია, პროცესი მიმდინარეობს ბოლშევიკური ინსტრუქციებით. ამიტომ, რასაც ვიღებთ ბოლშევიკებისავე ლოგიკით არის ციხეში ჩასმულთა, გადასახლებულთა და დასახვრეტთა სიები. დიახ, დახვრეტა არ არსებობს თითქოს, მაგრამ დახვრეტილ არს ის ადამიანი, სიტყვიერად დახვრეტილ. მარგინალიზაცია განცდილი, ვერ წარმოვთქვი ეს სიტყვა, ხო? მარგინიზებული, ხო? არის ის ადამიანი, რომელიც ბიზნე ივანიშვილმა აითვალწუნა, ეხლა მოიღებენ ამას, ხო, ვერ წარმოვთქვი რა პრობლემაა. აველაშვილმა საერთოდ რამდენიმე სხვა სიტყვა ვერ წარმოვთქვა, გაცილებით მაღალი ტრიბუნიდან. მარგინალიზირებული, წარმოვთქვი. ასე აღმოფხრავდნენ ხოლმე ბოლშევიკების ზედმეტობას, ესაა ბიზნეს მთავარი პრობლემა და აქ ის ისევ ეჯახება მთავარ მტერს დროს. დიახ, ბიზნა ყველაზე უფრო რის წინაშე ის მარცხდება, ეს არის დრო. იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ადამიანები არ ეპუებიან მას, არ მარცხდებიან მას, არ ეგუებიან მას და აღმოჩნდა, რომ ადამიანები არიან მეტნი, ვიდრე მას ოდესმეც წარმოედგინა ყველაზე ცუდ სიზმარშიც. კი. როგორც ვერანაირი ბაობაბებით, ნატრის თვლებით და ბროწეულებით ვერ მოახერხებს ის თავისი ვაგლახი სიცოცხლე 200 წლამდე გაიხანგრძლიოს, არჩევნივი ტექსტია. ასევე ვერ მოახერხებს 21 საუკუნეში დედამიწის ამ გეოგრაფიულ ნაწილში ათასობით ადამიანის დახვრეტას, გაქრობას. უბრალოდ ვერ მოახერხებს და დამთავრდა. გადაულახავი დაბრკოლება. დიახ, მოკლავენ ერთს, მოკლავენ მეორეს, დაიჭერენ მესამეს, დახვრეტენ მეოთხეს, გააქრობენ მეხუთეს, გაასხლებენ მეექვსეს, მე-2028-ს მარგინალიზაციას მოახდინენ 3057-ში, მაგრამ ყველას ვერ მოერევა. ჩვენი მებრძოლი შეწირული წინაპრების მთავარი დამსახურება ისაა, ძალიან მაგარი ტექსტია, ვაღიარებ. ამაზე კარგი ავტორს არაფერი შეუქმნია მეთქი ტექსტებს შორის. წინაპრების მთავარი დამსახურება ისაა, რომ ამ დრომდე მოგვატანინეს, ოღონდ როგორ მოგვატანინეს, ხო წარმოგიდგენიათ რა როგორ ჩაიდო ეს კოდი ჩვენში. დრომდე, როდესაც ვერ გხრეტენ ნებისმიერი რაოდენობის ადამიანთა სასამართლოს გარეშე დახვრეტის მანდატის გარეშე ბოლშევიკებიც დამარცხდებოდნენ. რომ შეეძლოთ დაუფიქრებულად დაგხვეწდნენ. აი ისინი ამ დღეში პირბადის გამო ხალხს ვინც აპატიმრებენ დაუფიქრებულად გამოკრავდნენ ჩახმახშნით. დიახ, აი ბიჭებს, ახალგაზრდებს, მილიციელებს, ბანდიტებად გარდაქმნილებს, რომლებსაც მიხავთ ქალბატონი აზა, ჩალიჩავა, ასე მაგალითად, ან სამღდლო პირის დაჭერას აპირებენ და დაიჭერენ კიდეც, როცა იქნება
მამა დოროთეს არქიმანდრიტ დოროთეს და სხვებს არქიმანდრიტ ილიას სხვებს ხო ოდესმე იქნება ბიზნესა მაგბრძანებასაც გასცემს რომ შეეძლოთ დახრეტაც ზეც წავიდოდნენ ჭახმაკს გამოკრავდნენ ისინიც მაგრამ მოცემულ ეტაპზე არ არსებობს დახრეტის მუხლი მიუხედავად იმისა რომ მათი უმეტესობის წინაპრები ნაღდად დახრეტილნი არიან ისე აქვს ტვინები გამორიცხილი რომ თავისიანებს დამხრეთთა ღირსეულ მემკვიდრეებად იქცენ თავისიანების დამხრეთთა ღირსეულ მემკვიდრეებად იქცენ და მართალ საქმეც მართლის დევნა მიაჩნიათ ესაა უკვე დენაციფიკაცირებული მასა დიახ ესენი უკვე გადაგვარებულნი არიან ასეთებად უნდა აქციოს ყველა ბიზნესამ ვისაც თავის ჭკუაში აქ ცხოვრების უფლებას მისცემენ მაგრამ არ გამოვაო ავტორიც ეს ამბავი და სწორიც არის ბელარუსში დახრეთ არსებობს მაგრამ ლუკაშენკაც კი უკვე წლებია ვერ იყენებს მას იმიტომ რომ ამ დროში ვცხოვრობთ სადაც მე და უკვე ახსახელებს საკუთარ სახელს და მეც ვიტყვი ის ბარემ ეს არის ტექსტი პოლიტიკოს გივი თარგამაძისა დღეს ტუსაღისა დღეს მძევალისა ბიზინა ივანიშვილისა რომელსაც ბიზინა ივანიშვილი ებრძვის რასაკვირველია პერსონალურადაც და მე გივი თარგამაძეს ვიცნობ 30 და იქნებ ვინც იქნებ მეტი წელიწადი ის არის რამდენიმეჯერ მქონია ემოციური ჯახი გასთა სხვადასხვაობა მისი რაღაცას ტექსტი მე არ მომწონებია და ჩემი რაღაც ტექსტი მას არ მოსწონებია მაგრამ ჩვენ გაერთიანებულნი ვართ ყველანი ახლა ვინცად ვიყავით ამ 7 წლის წინ თუ 15 წლის წინ თუ 2 წლის წინ თუ 20 დღის წინაც კი ხო 20 წლის წინ ადამიანები ჩვენ გაერთიანებულნი ვართ და ვებრძვით ერთიანად ერთი ძალისხმევით ბოროტებას ამიტომ დაუფასებლობა გივი თარგამაძის ამ ჩემი აზრით საუკეთესო ტექსტისა ჩვენს დროებაში პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამიტომ გივი მე ვაკითხვა შენ ლევანი და სხვები გადმოგცემენ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში როცა გამოხვალ მეც ბუნებრივია გადმოგცემ ამ ვიდეობლოგს კი არ გაგაცნობ მაინც და მაინც მაგრამ შეიძლება გიამბონ კიდეც მე გიდასტურებ პატივისცემას და აღფრთოვანებული ვარ ამ ტექსტით არ გამოვა ბელარუსში დახრეთ არსებობს მაგრამ ლუკაშენკოც კი უკვე წლებია ვერ იყენებს მას იმიტომ რომ დროში ვცხოვრობთ იმ დროში ვცხოვრობთ სადაც მე გივი დახრეტილ ბაბუა გივიზე უკვე ზუსტად 30 წლით უფროსი ვარ გივი ჩემზე უფროსია როგორც მახსოვს კი არა ნამდვილად ასია და გივი თარგამაძე და აი ეს გივი ბაბუამის გივიზე 30 წლით უფროსია კი სცადეს ბომბით მაგრამ დარწმუნდნენ ანუ ის აფეთქეს როგორც ისიც გივი თარგამაძე რომ ეს საიმედო არაა ისეთი როგორიც თქვია კედელთან გასაკვირი არაა რომ დენაციფიკაციაზე პასუხმგებელ პირად განისაზღვრა თეა წულუკიანი მამის აღტკინება გამოჰყვა მას მაგრამ გასაქანი აქვს შეზღუდული ამ პროცესის შიგნით სხვადასხვა მიმართულებას ასევე ჰყავს თავისი პასუხისგებელი წულუკიანის კომისიამ უკვე შეასრულა ისტორიის გადამწერის ფუნქცია თავისი დასკვნით 200 წლის ომთან დაკავშირებით და საფუძველი შეეუქმნა პარტიების პოლიტიკოსების აკრძალვას. დიახ, წულუკიანის კომისიის თითქოს და მისია იყო რომ 2003-დან 12 წლამდე ან 2003-დან 22-24 წლამდე გამოეძიებინა ბრჭყალებში ისიც ამბები, მაგრამ რეალურად თეა წულუკიანის კომისიამ დაწერა მთავარი, ეს იყო ისტორიის რევიზია, რომ 200 წელი, 250 წელია რასაც ვიბრძვით ჩვენ ქართველები, ეს იყო ამაო და არასწორი ბრძოლა. ასე არ წერია, მაგრამ ეს სულისკვეთება ტექსტის კონტექსტის გარეშე წაკითხვა და ჩვენს კონტექსტში ნებისმიერი ამგვარი ტექსტი, ან ფართო კონტექსტში ნებისმიერი ამგვარი ტექსტის შექმნა, იმგვარი ტექსტის შექმნა, როგორც შექმნა მოღალატე თეა წულუკიანისა და მოღალატე სოზარ სუბარისა და სხვა მოღალატეების კომისიამ, სხვა არაფერია თუ არა ისტორიის რევიზია და საქართველოს მიტენვა ჩაგდება რუსეთის უბეში, რაც არის ისტორიული საშვილიშვილო დანაშაული ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინაშე ეს მისია წულუკიანმა შეასრულა როგორც ღირსეულმა შვილმა თუ შთამომავალმა წინაპრისა. 200 წელთან დაკავშირებით საფუძველი შექმნა პარტიების პოლიტიკოსების აკრძალვას. ამით დაასრულა მან არ მარტო საკუთარი თავი, არამედ კიდევ ერთი ილუსტრირება მოახდინა ბიძინა ივანიშვილის მზაკვრული და რუსეთის მზაკვრული გეგმებისა. წულუკიანი რელიგიურ ძეგლების განადგურებასაც აკონტროლებს. აქაც პრობლემა აქვს. მეფის რუსეთის დროს ფრესკებს შეათეთრებდნენ. ისიც თქვენ 1811 წლიდან გაუქმდა საქართველოს ავტოკეფალია და სწორედ რუსეთმა გააუქმა და მე დაიწყო ეს
ფრესკების გადაკირვის, გადაღებვის, გადათეთრების პროცესი. ბოლშევიკების დროს ტაძრებს აფეთქებდნენ, იქაც იყო გადათეთრების ამბები, მაგრამ ასევე იყო რასაკვირველია საწყის წლებში განსაკუთრებით ტაძრების აფეთქების ამბებიც, ტაძრების აფეთქებებიც. დღეს კი უწევთ უმოქმედობის ინიცირება იმისათვის, რომ ეს მემკვიდრეობა მიწასთან გასწორდეს და დაგვავიწყდეს. დიახ, ეს არის ისევ და ისევ გელათზია აქ ერთგვარი მინიშნება. დღეს გელათი ნადგურდება ზუსტად ისე, როგორც განადგურდა ბევრი ტაძარი თუ ბოლშევიკების და თუ მეფის რუსეთის დროს. კონცეპტუალურ გაუქმებაზე განადგურებაზე ვლაპარაკობ. გივიც ამას გულისხმობს. საბედნიეროდ ამდენი დრო არ აქვთ. არასამთავრობოების ამოძირკვაზე მუშაობს რაჟდენ კუპრაშვილი, სავარაუდოდ ის იქნება თავისუფალ მედიაზე მომავალი გენერალური შეტევის სათავეშიც. აი განათლების რეფორმას რაც შეეხება დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძის დედა, მე არ ვიცნობ კობახიძის დედას, არც მსმენია მის თაობაზე, კი მეტი იცის. ხელმძღვანელობს ისიც მინდია ჯალელიძის არ იყოს, მინდია ჯალელიძის მსგავსად ძირძველი კგბ-ბისტური საუნივერსიტეტო ოჯახის წარმომადგენელი და მისი უფროსი ბიძა იყო, და მისი უფროსი ბიძა იყო, თავად ის ეგრეთ წოდებული პრემიერის უფროსია ახლაც, ისევე როგორც მისი მამის უფროსი იყო ყოველთვის. განათლების სისტემის განადგურების ხელმძღვანელობის შანსს ის არ გაუშვებდა ხელიდან, ამიტომაც მგონია მისი პროდუქტი. მოკლედ დენაციფიკაციის პუნქტი პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია, მაგრამ ამავე დროს ყველაზე პრობლემურიცაა. ამიტომ მის ბოლომდე შესრულებას ვერ დაელოდნენ და პარალელურად დაიწყეს ბოლო ნეიტრალიტეტის პუნქტის შესრულებაც. ფიქრობ, ამ მხრივ რუსები მაქსიმალურად აჩქარდნენ და აწვევიან უკრაინაში მათი შანსის გაუარესებიდან გამომდინარე, რათა იქ წარუმატებლობის შემთხვევაში აქ მაინც შერჩეთ ფორმალიზებული, ასე თქვათ, ბეჭდიანი გამარჯვება, რაც ნეიტრალური სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერს გულისხმობს, რომელიც ჩაანაცვლებს ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ კონსტიტუციის 78 მუხლს. თარგამაძის არ იყო სულ ვამბობდი იმას, რომ 78 მუხლი პრობლემაა და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვამბობდი და გავიმეორებ ჩემი ვინათქვამს, რომ რუსებს სადგას ეჩქარებათ და რუსებს სჭირდებათ უკრაინაში დამარცხების გათვალისწინებით და ფონზე ეგრეთ წოდებული პაბედანოსნაია სადღაც ვაინა, არაპირდაპირ მნიშვნელობით ვაინა, არამედ ვინმე ვინც მიბობხდება და ვინმე არ არის საქართველო. საქართველო არის ყველაზე უფრო მსუხე, ყველაზე უფრო გემრიელი ლუკმა ის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვებრძოდა 90-იანი წლებიდან და განაცილებით ადრინდელი პერიოდიდანაც თავისით მოვიდა, თავისით ჩაგვიგორდა ლოგინში. მოსკოვის ლოგიკა და სურვილი არის სწორედაც რომ ეს. პროცესის დაწყებამდე რუსების დავალება უკვე მიღებულია, რადგან უკვე გამოჩნდნენ ოკუპანტთა მესინჯერები ამ მოთხოვნით. მათი გამოჩენა ფაქტობრივად ხმოვანი სიგნალია, კრემლიდან დეპეშა მოვიდა. ამ დეპეშებს ისინი რეჟიმისთვის მიწერილი პერსონალური წერილების სახეს აძლევენ, რომელთა საფუძველზეც რეჟიმი დაუყოვნებლივ რიცხებს მოქმედებას. გვახსოვს ასეთი წერილი მისწერეს ნანა კაკაბაძემ, ძალიან ცნობილმა კგბ-შნიკმა 80-იანი წლებიდან და გელა ნიკოლაიშვილმა, ასევე ცნობილმა კგბ-შნიკმა 80-90-იანი წლებიდან. წულუკიანის კომისიის შექმნის თაობაზე მისწერეს ის წერილი თავის დროზე, ამ ორმა კგბ-შნიკმა მისწერა. კომისია არა მხოლოდ მყისიევე შეიქმნა, არამედ უკვე მუშაობას დაასრულა მოღალატეობრივი დასკვნით აქტით. ვატო შაქარაშვილი, კიდევ ერთი ფსბ-შნიკი, მისწერა მან წერილი არასამთავრობოების განადგურების აუცილებლობის შესახებ და მყისვე კუპრაშვილი აღიჭურვა შესაბამისი დაავალებით, უფლებამოსილებით და დაიწყო მოქმედება. ამჟამად ეს პერსონები, ანუ შაქარაშვილი, კაკაბაძე, ნიკოლაიშვილი და სხვები, გიორგობიანი, ერთ ნაგვის გროვად გაფორმდნენ, დაირქვეს ერთიანი ნეიტრალური საქართველო, ასევე მიშა სააკაშვილის დროს გენშტაბის უფროსი თუ არ ვწდები ის რიჟა კაცი რაგვარიც არის, ნიკოლაიშვილი, და მოითხოვეს ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანა. ამ მოთხოვნას მყისვი აჰყვა ქაქის გარდირი, ხაინდრავები, უცნობები და მსგავსები. რეფერენდუმს ფიქრობ ვერ გარისკავენ, ეს არის ერთადერთი მუხლი, რომელიც მე არ მეთანხმები, გივი თარგამაძეს, მე მგონი ამასაც გარისკავენ. თუმცა შესაძლოა, მე ვწდები შესაძლოა, კი, ნახოთ, გამოჩნდება.
აი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების გზით კი ოცნებად სწავლეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარტიების გაუქმების შემდეგ რეჟიმი უკვე გაზაფხულზე დანიშნავს საპარლამენტო არჩევნებს. მეც ამას ვამბობ, რომ მაისში 80% რომ მოიპოვოს 150 დეპუტატიდან დანიშნავს საპარლამენტო არჩევნებს. მეთქი აქ გივისვამს იმ კითხვას, რომლიცაც ვერ სვამს ბევრი. უკვე შემდგომ ირაკლი კობახიძის ციკლი ამ რუსული პაკეტის ბოლოსდე შესრულების ვადით შემოისაზღვრება. ხსენებული კაგებისტური წარმომავლობის გამო არ გამოურიცხავის პრემიერად რუსების მხრიდან მინდია ჯანელიძისავით მოთხოვნილი თუ არა მხარდაჭერილი კადრი მაინც არის. ფიქრობ, ამ არჩევნებზე კონცეფტ სწორედ ის გაიყვანს ანუ კობახიძე. ჩემი აზრით არჩევნების შემდეგ მას პარლამენტში დააბრუნებენ, რათა უშუალოდ უხელმძღვანელოს პროცესის დასრულებას, საკონსტიტუციო ჩანაწერის მიღებას, რის შემდგომაც მისი მისია ამოიწურება და ბიზნეს შეიძლება ჩირად გამოაშროს, ვინმეს აჩუქოს ან სათავსოში შეინახოს. ჩემი აზრით სწორედ ასეთ განვითარებას მოითხოვენ რუსები და კარგი იქნება ამ თემაზე საგაზაფხულო საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში მოქმედების ერთიანი ხედვაზე დისკუსია ახლავე დაიწყოს. მეც ამას ვამბობ, რომ და სხვაებიც რომ რას შვებით ახალ არჩევნებს თუ ჩანიშნავს ბიზნე ივანიშვილი რუსი. დისკუსია მაინც დავიწყოთ ამ თემაზე, დაწყებულია ნაწილობრივ, მაგრამ უფრო ფართო დისკუსიაა აუცილებელი. მე ისევ საინდოთში რომ არ იყოს, რომ არ მივიღოთ იქითა ნაპირიდან ისევ რადიკალურად საპირისპირო მოქმედებები, მით უფრო რომ მაგ დროისათვის ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან პოლიტიკურ ველზე. ცოტა საეჭვოა, მაგრამ ოკეი, გავყვეთ რაღაცა ლოგიკას ექვემდებარება. რაც შეეხება ბიზნეს დღის წესრიგს, ის ორი მიმართულებით ვითარდება. ერთი შიდა ამბებია და აქ რაიმე წყობრი გეგმის ძიება სრულიად ფუჭია, ეს არის მისი ბიზნეს ნახევარი ნაოჭის მუდმივი ანთების ეჭვიანობის ბრაზის ცხენის ანარეკლი. ეს ყველაფერი გროვდება, ერთმანეთს ედება და ბოლოს გამოხეთქავს ხოლმე, ოღონდ როდის და რა მიმართულებით კაცმა არ იცის. ამ უკვე გამოხეთქილზე ბიზნეს აგრესიის მიმართულების კორექცია შესაძლებელია ჭორების და ყურში ჩაჩურჩულების გზით, რასაც მიხვდა კობახიძე და ცდილობს ეს ფაზა სათავისოდ გამოიყენოს. დიახ, კობახიძე ეჩურჩულება, ღარიბაშვილმა შენზე ეს თქვა, ღარიბაშვილმა კარგია, ღარიბაშვილი ცუდია, ლილუაშვილი უარესია, არ პირიქით, რა მნიშვნელობა დასაჭი. და ესეც ხო იჭრება, ეს ხო გოიმია, ხო საბოლოო ჯამში გოიმია იჭრება, კი არა ამოწმებს. საბოწმებდეს და ესეც რომ იყოს რა პრობლემაა საბოლოო ჯამში რაღაცა სუდი თქვა ყოფილმა პრემიერმა შენზე, ამის გამო უნდა დაისაჯოს, ამის გამო სჯის ღარიბაშვილს და არა იმის გამო რომ მან 7 თუ 70 მილიონი მოიპარა, თუ რაღაც გაათეთრა, თუ გამოათეთრა. ხო გამომწვევ მიზეზებს რაც შეეხება მაგალითად ლილუაშვილზე ერთმანეთს მიეწყო ამერიკაში ბიზნეს მესიჯის ვერ მიტანა თან ბიზნესამ გადაწყვიტა რომ ლილუაშვილმა მისი საქმეები ვერ დაალაგა. დიახ, ლილუაშვილი იყო ერთ-ერთი მათ შორის ვის ამერიკასთან ურთიერთობას ინარჩუნებდა, დავითაშვილიც არ იყო სხვათა შორის, ლევან დავითაშვილის, მაგრამ ვერ დაალაგა. ბიზნესამ მიიჩნია რომ ვერ დაალაგა და ვერც დაალაგა, იმიტომ რომ დაულაგებელია ამერიკასთან ურთიერთობები. მერე თავარი ბიტკოინტრის ქვეყნიდან გასვლა ანუ ბაჩიაშვილის ბოლოს ჯანგველაძის პირობა დაეგა. ღარიბაშვილმა როგორც ჩანს მაქსიმალური აჭრილობის დროს აი კალაძესთან გინებნარევი ურთიერთგადაძახილისას და იყო ეს დაპირისპირება კალაძე versus ღარიბაშვილი, კობახიძე versus ღარიბაშვილი, სამნი იდგნენ აქეთ და ღარიბაშვილი იდგა იქით და ფიზიკურადაც კი შეეხდნენ მას. ანუ ღარიბაშვილს. და იმიტომ რომ აიჭრა ეს უკანასკნელი, მას ეგონა რომ პრეზიდენტად გაკაჩავდა, ყაველაშვილის ნაცვლად დანიშნავდა, წარადგენდა ბიზნე ივანიშვილი და კოზინასერში ჩაუვარდა. თავი ვერ შეიკავა და გლუვიც მოიხსენია, ანუ ბიზნე მოიხსენია აუგად. საკმარისზე მეტია. ფარცხალაძე რომანოს რაც შეეხება, ფარცხალაძე რომანოვი მთლიანად ჯანგველაძის ამბავია. მე ეს ბიზნეს თავში ისევე როგორც ყოველივე კონვერტირდა და კონკრეტულ თანხებში, რადგან ვერ გაამართლეს რაც აკეთეს დააბრუნონ, ესე აზროვნებს ბიზნა. ამის უზრუნველ საყოფად ვიღაცები ციხეში ასენით ყრეობაში წინა წაღებულის პატარა ნაწილი ბიუჯეტში, დიდი კი ბიზნა ივანიშვილთა. თავისუფლებაზე ჩემი მეზობელი, ანუ გივითარგაბაძის მეზობელი არის ღარიბაშვილი, რომ ვიცოდეთ მაინც, მილიონიანი გირაოთი და შიდა სატუსაღოში. აქაური ჩემი მეზობელი კი მისი რომეო და ჯულეტა არა ანშური სევდაში, ანუ მეუღლე სევდაშია, როგორც ჩანს. ბიზნეს დღის წესრიგის მეორე პუნქტი და მისი მუდმივი ვერ შესრულება მნიშვნელოვნად
იწვევს პირველ პუნქტსაც და ზოგადად გიჟურ აფეთქებებს ნახევარნაოდში. ამ პუნქტს ბიზინა ვერ ერევა და ვერც მოერევა. ესაა პროტესტი და რუსთაველი. მერწმუნეთ ეს ერთი პუნქტი გადაიყოლებს საბოლოოდ რუსული დღის წესრიგის მთელ პაკეტს. მასობრივი გადასახლებებისა და დახვრეტების გარეშე ეს პუნქტი ვერ შესრულდება და სულ რომ ყირაზე დადგეს გამოვლენილ ზედმეტობას ბიზინა ვერ მოერევა, გამოსულ ზედმეტობას, მოქალაქეებს, რომლებიც გამოდიან ქუჩაში. რადგან სწორედ ეს მისთვის და რუსებისთვის ზედმეტობა არის საქართველო, დიახ, ეს არის საქართველო, რაც რუსთაველზეა ახლა და ეს ზედმეტობა იბრძვის, არ ნებდება და არც დანებდება. რუსები და ქოცები ხშირად წუხან, ესენი მაიდნის ორგანიზებას ცდილობენ, რა და ჩვენ აქეთან ნაპირზეა თუ ჩვენ ბოლო დრომდე ვერ ხვდებით, რომ უკვე 1 წელია გვაქვს ქართული მაიდანი, აბსოლუტურად სწორია, ეს არის, უკვე შემდგარია ქართული მაიდანი, უკვე მიმდინარეობს ქართული მაიდანი და ამგვარი სწორი შეფასება იმ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს რუსთაველზე, მე არ მომისმენი, არ წამიკითხავს, არ მომისმენია. ეს არის ჩვენი თავისუფლების მოედანი, მაიდანი, ჩვენი რუსთაველის გამზირი, რუსთაველის გამზირის რევოლუცია მაინც და მაინც ამ ხის რევოლუციას მიიღებთ მხედველობაში. ეს არის რევოლუციური პროცესი, რუსთაველის გამზირი, ასე დავარქვათ. მე 4 შემდგარი მშვიდობიანი რევოლუციის დაგეგმვასა და განხორციელებაში მაქვს მონაწილეობა, მართლაც გამოცდილი რევოლუციონერი გივი და არც ერთი მათგანი არ იყო მეორეს იდენტური. საერთოდ მდგენელის მშვიდობიანი ცვლილების მიღმა ყველა განსხვავებული იყო, აქაც მდგენელია მშვიდობიანი ცვლილებები და ყველა არის განსხვავებული. მაიდანის მშვიდობიანი იყო, რომ არ გაეხსნა იანუკოვიჩ ცეცხლი. ეს რომ ვიცოდეთ მაინც აქ რომ გაფრთხობენ და გაშინებენ მაიდანი გამეორდება, არაფერი არ განმეორდება. არ არის ორი ტყუპის ცალი რევოლუცია არ არსებობს. ყველას აქვს თავისი შტრიხი, თავისი ფერი, თავისი სუნი, თავისი გემო. ამის თქმა ცდილობს და საუკეთესო ახერხებს გივით არ გავაცე. აუცილებელი არაა საბურავები იწოდეს და ნამდვილი ტყვეები დაფრინდაბდეს. უკრაინული მაიდანი ხომ არ იყო დაკავებული სამთავრობო შენობები, რეჟიმის დატყვევებული წევრები. ეს იყო კონკრეტული ტერიტორია ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში, ხო? მართლაც, რომელიც დაიკავეს თავისუფლებისთვის მებრძოლება და შეინარჩუნეს მანამ სანამ რეჟიმი არ ჩამოიშალა, არ გატყდა. ასე რომ ჩვენს გვაქვს ლოკაციაც რუსთაველი, პროცესიც ერთწლიანი პროტესტი და მიზანიც გაძლება. ჯარიმებს გავუძელით, უკვე გავუძელით, პატიმრებსაც ვუძლებთ, პატიმრობებსაც უძლებთ, უკრაინელებმა ნამდვილ ტყვიებს გაუძლეს და უძლებენ, ამბობს გივი, ჩვენ სასტიკ დარბევებს. პატიმრობა მძიმეა, მაგრამ არა გამოუსწორებელი, ის პატიმარია, ამიტომ გავუძლებთ. მით უმეტეს, როდესაც ქუჩაში მთავარ სიტყვად სოლიდარობა იქცა. სოლიდარობა უზრუნველყოფს პროტესტის უწყვეტობას. უწყვეტობა კი გამარჯვებას. 50 წუთი გავამას შემდეგ ამ ხელა ვიდეობლოგი მე არ მქონია. დიდი შესავალიც იყო, მაგრამ უფრო დიდი იყო ამ ტექსტის წაკითხვა, ჩაკითხვა და ცარკეული ჩანართები ჩემი. გივი თარგამაძეს აი აქედან უთვლი მადლობას. რო გამოვა, კი გითხარით რომ არ ვაჩვენებ მეთქი ამ ვიდეობლოგს, მაგრამ ალბათ გამახსენდება ჩემი ვიდეობლოგი და ვაჩვენებ თუა და მის მეგობრებს, ახლო მეგობრებს გულისხმობ, გოკას, ლევანს, სხვებს და სხვებს ვთხოვ რომ იქნება და გააცნონ, ან უთხრან ყოველ შემთხვევაში გააცნონ, ეხლა მაინც და მაინც ვერ ჩაურთავენ ალბათ, მაგრამ უთხრან რომ აი ტაბლო, მე მივესალმე მის ამ ისტორიულ ტექსტს, ეს არის ისტორიული ტექსტი, ჩვენ სინამდვილეში იქნება ისტორიული ტექსტები, ჩვენ ისტორიული ტექსტების სინამდვილეში შექმნილი ისტორიული ტექსტების მოკრებვა აუცილებელი ტექსტების, ვიდეოების და ასე შემდეგ და არ ვიცი რამდენიმე დოკუმენტური ფილმის გამოცემა, რამდენიმე მრავალტომეულის ხო გამოცემა ერთ დიდ წიგნად თუ რამდენიმე დიდ მრავალტომეული მრავალტომეულ წიგნებად, ტომებად და ასე შემდეგ აუცილებელია რომ ეს არ უნდა დაიკარგოს, რის დაკარგვასაც ცდილობს ბიზნა ივანიშვილის ჩაკარგვასაც ცდილობს, არ უნდა დაიკარგოს ისტორიისა, მომავალი თაობებისათვის. ეს უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ეს ბრძოლა ჩვენი არის სამართლიანი და ჩვენ ამ ბრძოლაში რასაკვირველია გავიმარჯვებთ. გიბოდიშებთ 50 წუთიანი ვიდეობლოგისათვის. მაგრამ ვფიქრობ საინტერესო იყო გივის ყველა ამოსუნთქვა და ჩემი ყველა ჩასუნთქვა, ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი საქართველოს გაიმარჯვებს და დესაქართლოიზაცია ბიზინა ღრუს არ გამოუვა. ნახვამდის.